სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან პრაქტიკულია, ჩვენ გვყავს ბევრი მშობლები და ალბათ მშობლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რომელ ასაკში ხდება ბავშვი პასუხისმგებელი და როდის მივაწოდეთ მას სახარებისეული ხსნა. როდის გავაგებინოთ, ხო? ის რაც იესომ გააკეთა, იესო ქრისტეს უფლობა, რომ ის მხსნელია და ასევე უფალია და მისი მორჩილების საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის და ამ სამწუხაროდ ამ იმაში ზოგი ამბობს სახელს, ზოგი არ ამბობს თავის სახელს, მაგრამ მე დარწმუნებულად დიდი ალბათობით რომ ეს ქალბატონი არის და ჯონ მაკარტური პასუხობს მას ასე. პირველ რიგში ჯონ თქვენ გჯერათ რომ პასუხისმგებლობის ასაკი არის გარკვეული ასაკი და ჯონი მაკარტური ამბობს დიახ როდესაც მიდიხართ იქამდე სადაც თქვენ პასუხისმგებელი ხდებით მაგრამ არ ამგონია რომ ეს რაღაცა კონკრეტულად გარკვეული ასაკი იყოს გასაგებია, იმიტომ რომ ყველა ადამიანს შეიძლება ქონდეს განსხვავებული ეს ასაკი. და კითხვის დამსმელი აგრძელებს. როგორ ფიქრობთ 4-5 წლის ახალგაზრდა ბავშვს, ხომ? შეუძლია მათ ცხოვრებაში, რომ ქრისტე უფლად მიიღონ? და ჯონ მაკარტური პასუხობს. მე ვფიქრობ, თუ ბავშვს რაღაცა ესმის და რაც შეიძლება რომ გაიგოს, ეს არის მორჩილების აუცილებლობა. ამას თქვენ ბავშვობიდანვე ჩაუნერგავთ მას, მორჩილება. ხო მართალია? დიახ. მე უბრალოდ არ ვეტყოდი ცით ბავშვს, რომ ხედავთ, არაფერზე არ ინერვიულო, უბრალოდ დაიჯერე. ბავშვი ამას ვერც მიხვდება. და დღევანდელი მიდგომა ფსიქოლოგების ეს არის, ხო, ბავშვთან, რომ არაფერს არ უშლიან მას, არ უშლიან ეს არ გააკეთო, ის გააკეთე, იცით, ხო, და თავის ნებაზეა მიშვებული. ხედავთ? მაგრამ ის რისი გაკეთებაც იესოს სურს რომ მან აპატიოს ყველას თავისი ცოდვები რომ მიიყვანოს ის ყველა თავისთან და დაემორჩილოთ და მიყვეთ მას სრულიად მაგრამ ამას ბავშვი ვერ გაიგებს გესმით მაგრამ თუ თქვენ მას ეტყვით ხედავთ რისი გაკეთება სწორია, რისი გაკეთება არა და პირველ რიგში ის რომ იესოს შენ უყვარხარ. რომ ის შენთვის მოკვდა, ის შენთვის აღდგა. და მას სურს რომ მასთან ერთად იყო მთელი სიცოცხლე. მე გპირდებით რომ ამას მარტივად თუ მიაწვდით 5-4 წლის ბავშვიც კი მიხვდება. და ყოველთვის უნდა გააკეთოთ ეს თქვენ მასთან. მუდმივად. იმიტომ რომ მე ჯერა რომ ბავშვები ნელ-ნელა დგავენ ნაბიჯებს ღმერთისაკენ და თქვენ გსურთ რომ ეს ნაბიჯები წაახალისოთ და თავად ღმერთმა იცის როდის მიაღწევენ ისინი სრულყოფილების პასუხისმგებლობის ასაკს როდესაც ხდება უკვე მათი გამართლება და იწყება უკვე მათი განწმენდა ეს მხოლოდ ღმერთმა იცის მაგრამ თქვენ უბრალოდ ამ გზაზე ხომ ნაბიჯ-ნაბიჯი ყოველთვის უნდა გაამხნევოთ ამ პროცესში და ამ სულიერ სულაში. გასაგებია? დიახ, მადლობთ ჯონ, გასაგებია.